მოკლედ, სანამ ლოგის შესავალს დავიწყებ, დანი, ჩემი ძველი ავტომობილის ვიზუალი აიღეთ. ბევრჯერ ვახსენეთ უკვე ვიდეოებში ეს ავტომობილი, რომ ძალიან წარუმატებელი იყო ხარისხის მხრივ, მაგრამ ხო იცი, პირველ სიყვარულს დაინახავ რა, ეგეთი გრძნობა მაქვს ჩემი მანქანა, მაინც რა სიზავ. არა და ლამაზია, თან ძალიან მომწონს. ყველაფერი მომწონს, ეს განიერი რაღაცა დაკუნთული, ცოტა ასტონ მარტინური ფორმები და რაღაცნაირია რა, ყველაფერი ლამაზი აქვს. რაც შეეხება, ეხლა სად მივდივართ? ძალიან მაგარ ადგილას მივდივართ. ბიჭებთან ერთად ცოტა გასართობად, მაქსიმალურად, ესე რომ ვთქვათ, შორს ლოკაციურად, როგორც ქალაქისგან, ისე ხალხისგან. ეს ადგილი ყველა მიცით და მოდი არ დავკონკრეტდები, რომ ნახავთ, მიხვდებით თქვენითაც. ვინ ბიჭებთან ერთად მივდივართ? ნუ ჩვენი GT იცით, სტანდარტულად ჩვენ GT-თ ვართ, ამ შემთხვევაში ხა ზიკრით ხო არ წავალ, ესე რომ ვთქვათ, გასაგორებლად. ჩვენ კიდევ შემოგვიერთდება ჩვენი ძმა და მეგობარი ლომა, გიო, თავისი AMG GT-არით. შემოგვიერთდება ასევე ჩვენი ძმა და მეგობარი რეზი, თავისი M4 Competition-ით. ჩვენი მუსტანგერი ძმები, ჩვენი 5-დან 0 ბახა ბიჭები, პლუს 1 2 3-დან 0-იც. ლევი, თავისი ალბათ ყველაზე სწრაფი C63 S-ით საქართველოში, კუპეებს შორის ყოველ შემთხვევაში ალბათ ზოგადადაც. კიდევ არის უცხო M4 ვინც ვიცით, S63 S-ი გაკეთებული დაახლოებით 700-ზე. ნუ, სერიოზული ჯამუნათვალი გვაქვს, შეიძლება აქვე ქოროც და ზირაკაც ვნახოთ და ასევე ერთი ჩემი მეგობარი თავისი Ferrari-თაც შემოგვიერთდეს. ამიტომ წამოეხლა ნელ-ნელა მივდივართ ჩვენ აღმაშენებლისკენ. ვისოლის მართან უნდა შევხვდეთ ერთმანეთს, შევხვდებით და დავიძრებით ჩვენი ლოკაციისკენ. ესენი უეჭველი აქ უნდა იყო, სად არის? მაკანიკი ხოცები გაიწირა, ეს ნელი მანქანები ვესარება. გოგონა. სად არის ამ? საიდან მივიდა ეს ამათო იცით ბიჭო? ჩვენ უნდა დავუკრუგოთ ეხლა როგორც ხვდები, იმიტომ რომ აშკარად აქეთ ჭირო რა სადა ხარ ბიჭო? თქვა ქურდებს თქო თუ არ თქვა? სადა ხარ, სადა კაცო, რა დროს ეგარი? მე 20 წუთში მანდ ვიქნები, არა 30 წუთში მანდ ვიქნები. გაპანჭყალებს, სადა ხარ ბიჭო? რომ კაში მოვყევი რა ვქ. ხადა, თუ სერიოზულად იცი? სერიოზულად ვიძახი და შეხო მითხარებ აგვიანდება კაცო არა პრობლემა 8-ზე ხო თქვი? მე რომელი საათია? ამასობაში შენ ისიც დაიტენება 15 წუთი 20 წუთი ყველას აგვიანდებაო ხო თქვი მე კაც. კაი აქა ვარ მოდი გელოდები. გიგი ხო M4 მანდარი და დაინახე? F82 შავი. F82 ხო? ხო, აქ არის. კაი. ჩვენიანია. ხო, ვეთქვი. კაი. მიდი. GPS-ის მაპზე არის მარტო. GPS-ის მაპზე ვსო? ვსო. იცი რამდენზე ხარ ცხენი? კაინდენის ფილტრები აქვს და GPS მაპ 500. 500 ეს დროგა, ესე? 500 არის GPS-ის მაპს რა. ხო. ანუ მანქანები რომელიც GPS მაპს აგერა 500-ია. ხო. ვსო. ახლა აბა გაწეს სავარძელი გაწეს. დანი. სად ჩდებოდი რა ვიდორო? ვეხი. მექანიკა ვარ ცდილები. ვეხი. არა, დაკუპას არ ვაპირე, პროსტი. დაკუპები. ნახე ბიჭო. სული ეს არის რა. სუფევს. ეს ჩაულებრივები ანუ ავტომატიკები ელექტრონიკი რაც არის ჩაულებრივი დადის მაგრა ზანოსობს და მაგარი მანქანაა და მექანიკა მის კოლოფი თუ ვარგა არ ვიცი მაგდენი არ ვიცი ჩემ BMW-ში გზებს ვკითხავ ნახოთ რა შევხედავ მოდი ჩვენგენ არის ამის რა. აქეთ მიდიხარ შალია, იქით მიდიხარ და ავარიამ შალია. ეხლა მოვა ყველა ვაფშე. აი, ბაზარი არა, ელექტრომანქანა ყავს და ყოველდღიურობა შეიძლება მაგარი, მაგრამ ყველა ელექტროს
ვიცი, აი ესეთი ხლულობა რომ. არა, ეხლა დრაგსტერობაში ძმაო, თუ გააკეთებ დედანულად ლეველს მაგარი მანქანაა. ბაზარი არა, მაგრამ სოფიოდონის დრაგზე პირველები არიან ამერიკელები თქო მაგასვლა. ბიჭო, მან დაიბადა ეგ იცი როგორი პონტია, ფეხბურთი ქართულია თქვენ ქართულია ბრიტანელები დედანალზე ბავშვობიდან. აი კო. ბრიტანელები და ბრაზილიელები როგორ არიან, იცი? რა, ესე რომ ჭამს ჩანგლით აქ ბურთი უჭირავს ესე და ეგეთი ბაზარია. ო, ეს სკაპ. ეხლა რო თქვა რომ ბავარიაში ყველაზე ხინკალია. ამოწმაო, ხახანაურ ჩემს სოფელს სადაც დაიბადა, სადაც გაიზარდა, ისეთი ხინკალია. რაენაზეც არ ლაპარაკობ დაგაწყებინებს რა. აი ეგეთი პონტია. ხინკალია რა, ჭაჭა. არა. ჩემთან ხინკალი იცი რა წვენია? ჭაჭის ვაფშე ჭაჭას არ გაეკარებ. ეხა უნდა მოვიდეს უეჭველი ვიცი ვინც მოდის ეს არის AMG GT-R, ლომა მოდის. ვინა? ლევანი C63 S მოდის. M4 აქვეა სადღაცას უკვე. ვიღაცა დამრჩა. Ferrari-ს ვნახავთ, ჯერ ზუსტად არ ვიცით. ბიჭო, მე უთხარი ხომოდიხარო და აი ცოტა მე საბურავები მაქვს გამოსაცვლელიო რა. მე უთხარი, აი საბურავის გამოსვლას აღა უნდა ცოტა მივაჭირო ცოცხლით აი შე ვაფშე არ გვაქვს საბურავი, მაგრამ არა მე ვიჭი. რა, გლიან. არა, ერთ წალი მაქვს საბურავი. დავაინოლი ჰიბრიდი ძმა. აბა გამოეშვა ბალენსია. რომელი საათია ჩემი ძმა? მაიცა არეულიანი. არ არის, თუ არეულია. ჯერ არ დავაყენებ ხა როგორ უნდა დავაყენო, მაგრამ ძალიან მაგარია. ორიგინალი კვატია. ო. სმარტინა შენაძე, მაგრამ ვიკა. შენ რა ჩემი ძმა. მე ვედი შეურჩე არ დაგავეცი. მიდი ძმაო, მიდი. აი, ჩემი კარ ყველას მესინი ჩაფუძნა. ისა თქვენ პირველი უნდა ასხავდეთ, ბუჩო. თქვენი რო ჭამს, ჩემი არ ჭამს გოლი მაგდეს. რამდენს გიწევს? გაზაობისას, ჩემი ძმა. 30. ან მე ჩაგახედო ჩემ მანქანას სპიდომეტრ შეხედა რამდენი. გააჩნია როგორ აჭე. მოდი. არა, ეს სპიდომეტრები არეულია, მაგრამ ჩემი 25 აი ნატლავებს რო უზედა 30. აუ, მაგარი გეიჯია, როგორ მევასება 20. ჩემი დანახე რა, დანი 25 ლიტრი წერია. ჩაიხედე, გეხვდები გეიჯი ლიტრი წერია. ნელა დავდიოდი და მაგიტო წერია 25, 24 და 8. აზაობაზე მიწავს ყველა. რა ვქნა, მაგრამ ღირს. სანამ დაქოქავ პირველ გადაკოქამდე მაგრა გითხდება 25 რა 25 და რო გადაკოქავ ხმას რო გაიგებ. ან 35 და კიდია, მაგარი ჯიგარი. ყველაზე კაი მანქანაა სოფლიო. ჯიგარი, განაჩქარია და რაღაც. ბაკონჩი კი არის. სული აქვს, სიყვარული აქვს, ჩახუტება აქვს, შემოგული შეგიძლია. ოფში მისალმება თუ რაღაც. კალის ესე რო დგას, აქ ეს გამობერილი აქვს და იმენა ბუსტაგური პოზიცია. ჭალი უნდა დავამოღარ. აბა რა ძე პრეზიდენტი შელახარ ფედერაციის და მიდი ვიცხე. ეგრე მოიცავ. დაობა. მატერიალი. ხვირი. მე ვარ ყველაზე გაბიტალო. ეგრე არ მით. მე ვუთხარი რომ მეთქე ამერიკული კულტები სადაც არის დრაგში ძმაო. იქ ბევები არ უნდა ბოლოს შევტანო. ბოლოს შევტანო. ბიჭო მართალი გიქნა. ყველაზე მაგარი და საფოთალო. ის რო დრაგში ამერიკელები დავანდე და დრივჩი იაპონელები 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 დრივში არ უნდა შეეხო. ეგიც პონტი. და B58 სულ გამოიყო. ხო და რა დაეხაზა და მაგათ რჩება საფურთალო მაგალითად. შეიძლება ნახე, ჯერ ეს ერთი ბუბულში სტოკი თითქმის არაფერი არ აქვს. მეორე კიდე არ დაგავიწყდეს აწყობილი მანქანისა და ქართული მანქანის ხოვობა. აი ხლა მოვა ეს 58 M4
ახალი სერია და უთხარი 6000 კილომეტრიც არა აგავლინდა რა დაემართა. სტარტერი გამოცვალა ჯიგარო. აი 10000 ვიღაცამ რომ მომხიდოს ცენტრიდან მანქანა. ცენტრი მოიცა ერთი წუთი. ცენტრიდან მანქანა რომ მომხიდოს. და სტარტერი რო დაეცა. ცენტრში შუაში დავაყენე და ცეცხლს დაუკიდე. ხო და 12000 კილომეტრია გავლილი. ეცა მო არა მოვიარ და უწუწუნე 250000-ია გავა. 24-იანი M4 რომ ყავს ეს 50 ყველა მანქანას მოყვა. უნდა აბსოლუტურად ყველა მანქანას აქვს. პატრონია მნიშვნელოვანი. ეხლა შენ თუ მეუბნები ბუბუ ჯინჯარაძისნაირი პატრონია ყველა მანქანას ბუბუმ რაც არ უნდა იყიდე. ერთი წუთი. ბუბუ ჯინჯარაძე რაც არ უნდა მანქანა იყიდეს, ესე იგი იმიტომ იყიდა რომ იცის რას ყიდულობს ერთი. და მეორე ტიპს იმხელა ფული აქვს მანქანაში ჩასხული იმ მანქანას იცი როგორ მოუვლის? თუ არო ატკივდება, აი იქ არის უკვე დგას. ანუ ბუბუსოთავი დავანებოთ, ანუ B58 არ ვარდა. ძალიან მაგარი ძრავია, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ტრაგში, სადაც ამერიკელები მთელი ცხოვრება ოპერაციებს არიან, მე ესე ვიცი, მაო. არა, ტრაგზე ვის არ დაფიქრე. აბა ვერ გავიგე რა სიტყვა. სუდია, ანუ შეში დადი. შეში დადი. სულებას ვარ ხერათ უკეთესები არსებობს. ტრეკისთვის არ ვარ და დრეგისთვის არ ვარ და ისინი ემორში ახალ ემორში რა მოტორია? ახალ ემორში რომელში? G88. ეს 58. ეს 58 მოტორი ხო არის? გინდა უცბად გითხრა ისეთი სიმართლე, რაც აი გაგაგიჟებს. თუ არის მოგისმენია უკვე. აი ეხლა ეს ბოლო პერიოდია თან მით უმეტეს რომ მოხდა. ძველი მანქანებიდან როგორც მაგალითად ამერიკელებს მივადი, კორვეტს მივადი. ძველი კორვეტი C6. C6 ავიდა. C6 Z6 არის რა ბებერინგელი ცხოველი არა ადამიანი. და გება თელეფონაკები. M4-ზე, G სერია M4-ზე, CSL-ზე. არ CSA, არ კომპსე, CSL-ზე. ერთი და იგივე დრო აქვს მაგორ მანქანას ტრეკზე. აჰა. ერთი და იგივე ტრეკზე, ერთი და იგივე დრო აქვს. საბურავები შეუცვალეს პროსტა იმ მანქანას. დამთავრდა. ამერიკა ჯობია. იმას გიხსნი რომ ანუ თუ რაღაცა ხადარებ ხო მაშინ ჩვენ აქეთ აღწევდა. ანუ $10000 მე ხა კოიოტს დავახარჯო და $10000 B58-ს. ანუ კოიოტით გამოვისვა. B58 წელს კოიოტი იulis მაგათ $10000. ძალიან რენდომ ფაქტებს და რენდომ სტატისტიკას. ლევანჩიკა ცოტა მაშინაც მაგია. ცოტას და ეგავას რა. მიღებ ბრატ. გეკო. აგინა ამის გადაღება დიდი დრო უნდა ამის. შენ მიკოპი არ გაქვს შეცვლი. არ ფაილი არაფერი მგავს. ტრეკის მონსტრი. просто и вообще სხვადასხვა მასტია რა. რაც შეგიძლია შორტს გადი და ყველაფერი გამოსტა. ვითომ ფარიც ერთნაირი, მაგრამ არა. ვითომ ფარიც ერთნაირი, მაგრამ არა. вообще სხვადასხვა. вообще სხვადასხვა. იმას ანტილაგია. რაც აუდია ანტილა დაანგრია. ოთხზე გიჭერს. ოთხი სიკით არ გიშვებს. მე არ მიშვებს. ჩემის არ გაგიფიქრეს მოხალ. ეროვანი მაშინ სადაც ვიყავ. ხო, სულავასკენ სანამ ახვალ წეროა.
რომა გადაიღე. როგორი ბედნიერია, ორი დღის ჩამოსული. Წადი. ადი, წამო. წადი. ასად სარვაჭარბე. წავიდა. კარგი ხართ ბიჭებო, ეს რა მოდის? ივა მოდის. დავაი. რაღაცა მოდის კიდე მარცხნივ მიგონე. ვინ არის? ოპა! ეს რა მანქანაა? ოპელი სამგაეს რო. არა, ხოსი ბიჭე. არც გარეთ. საკუთრებით ეს დიამეტრი. ეს რა? მეთქია. ვინმე ახალია, საიდან მოვიდეთ. როს მანქანაც რაღაცაა, კაბრიოლეტია ამ მომხსნე. ოპა, ბუჩო. ეს დაგვიანებული ზადები ნახე რა. და იქით ჩამოსასვლელს კიდევ პროსტა იყურებხოლმე, მაგრამ უფრო მეტად ხო, მაგრამ შეიძლება იქიდან მოსასვლელობამ გაიჭიროს. ბიჭო, არის ბრალე, მოგანდა. იქით დაიცალა ქვენს, თქვენ დაიცალა. კარგია. მაგისტრის შეკ. აბა ეხა რევოს მერცედესნიკები განახე. ამ აბა ეხა თქვენი გიჟიბეევეჩნიკი ვნახეთ რა. ჰა? აგიტას გაჩანება არ შეიძლება, თორე ეწყინებათ და მოვლენ ბიძიები. ისედაც ეწყინებათ და მოვლენ. დაგვეჯანებია. დავახერხე შეიძლება. უბან, სეფო, ხიდის ქვეშ რა. თორე აქ გაგვიტრაკებენ.
ქვეშ, ხურო, ხიდის ქვეშ. როგორც ჩვენი Mustang team of Georgia head principal თუ როგორ დაგახვა? პრეზიდენტი. ასო. ნახე, გითხარი აქ რა ხდება? შენ უფრო იცი, ეხლა მე twin რო არ გავუბრუნო. აქ რა ხდება? არაფერი, სტოკის რავი არის. ხო. 3 წუთი. დეილი ხარია, სადაც გაკეთებული არაფერი. ხოლო ჩემშვები, აერადის, კარგი ჯამრთელი ფილტრი, ხო. და სპორტ მოუდი ვარ მე. სპორტ მოუდი შენ ხარ. შენ თუ არ ზღა სპორტ მოუდი არ აქტიურდება. So, ბაზარი არა. წამო ეხა სუმუსტანგები რო არ განახოთ რაღაცნაირად. წამო ეხა ახალებობის განახეთ. აბლოდისმენტები მესმის BMW-ში. აუ! ეს 58 ძრავა. რა ვიცი, ფაქტია რომ B58-ით ბუბუმ სასწაულები იქნა, შესაბამისად ეს 58-იც არ იქნება ნაკლები, უბრალოდ თაობა ახალი. კუპატას ეს 5-დან 2 და სეფოს 5-დან 2 ერთია და ამიტომ წამო ჯერ სეფოს ტუჩი ვნახოთ და მე 5-დან 2. სე, რა მოგივიდა? ტუჩი გავა. რანაირად? გატეხე? არსად არ ჩამიგდა. მანამდეც განატეხი იყო. კარგი, დღეს შენი დღე არ არის, როგორც გავიდე. არა, მაგრამ დრიფტაობა შემოგთავაზე. დარგვიო, მანევრირების წესებიო. საავარიო სიტუაციაში შექმენ 40 დავდიოდი რა. ხო, მაგრამ ის დავამუღავე ზონ. ხო, ანუ ესე გვერდებზე დავდიოდი, მაგრამ რა მნიშვნელობა. დაიკიდა. დაიკიდა. ესეთ ხურობაში. მე ბოლოში რავი, გაფრთხილებას დაგიცემ მეგობარო. დაგიწერა? ანუ გამოგიშვა. ჯიგარი შეგხვედრია, მადლობა პატრონს. მადლობა ნაცნობობას. პლატინოლი გითხარი, აქ რა ხდება? როგორ მოხდა? 60 ცხენი, კოიოტი, შემშვები? იდეალურია შემშვები. შელბის გამშვები ეკობუსტის. პლატინოლი რას თავარია? რეზონატორი არ აქვს, შესაბამისად ხმა არა, იდეალური. ხარ, მოგესმენინე რა? მადლობა სეფო. მოდი რახან იქ ახალი თაობა ვნახეთ. ძველი თაობაც. გაგვიხს ნიკაპოთ შემოძმაო. თუ არ შეიძლება. რა გაკეთებული ეგეთ. ერთი სიტყვით მომიტევი როგორ მოგწონს? ბევრს არაფერს არ გითხავ. რა, კარგი მანქანაა. სიარულით გადახურება პრობლემები საერთოდ არაფერი ამ. ვაფშე. წელიწად ნახევარი ამყავს და საერთოდ არაფერი არ. რამდენი გაიარე დაახლოებით? დაახლოებით 10-ზე მეტი. 10-ზე მეტი. მექანიკის პრობლემები? საერთოდ არაფერი არ ქონია პრობლემა მე. საღოლ რა გაკეთებულია? კაინდენის ფილტრები არ და GTS პრობლემა. ხო, ეგ მითხარი. კი ბატონო. всё. მადლობა. თქვენ კი გაქვთ ეს 58, მაგრამ არ ჩვენ არ ვიშაგრებით. ძმაო. აგე ჩვენი ეს 58 3-დან 2. Damn bro. ბიჭო, ხუმრობა და ხა იქ სპორტული თვალსაზრისია ყველაზე მეტად ჭარბობს ეგ, მაგრამ ნუ ეს 53 არის დეილი. და უბრალოდ ჩვენი ძალიან მეგობარი რომელიც საკმაოდ კარგად დადის და შესაბამისად ჩვენთან ერთად არის. რაც შეეხება ჩვენ მონსტრს კი ვერ ვიყავთ ნანახი, მაგრამ სანამ ბოლო 2 მონსტრზე გადავალ, ესე რო თქვა. მე შედარებით ლაითი მონსტრი ვარ და მაშინ გამომდინარე ჩვენი ძბარე ვნახოთ. არაფერი გაკეთებული თავიდან ბოლომდე. ბოუნ სტოკი, როგორც ამერიკელებს უყვართ ხოლმე. ხმა, მადლობა ტიმო ვილჰემს ამ ავტომობილის სიცოცხლის მიცემისთვის. აი ამ გულით. წამო ეხა დიდ ბიჭებთან გადავინახოთ. დედა! ლევ, იცი რა უთხარი ჩვენ ძმებს ვიყურებენ? აქ რა ხდება? დაკეთებულია გამშვები. ხო. ვეისტეკის გამშვები, დაუნფაიტები ვეისტეკის. ხო. დაკიდების სისტემა ყოველოვერსი, გაჩარხული ტურბინები და მეთანოლის კიტი. უი, ცხენი? სრულ განზე? ვას. უი, დახურეთ. დახურეთ.
ახურეთ. ნახე. ქვესკნელი სხვა გესმის? აი ხა გაგაგონებს. ვაი. ერთი შემშობიც რა კარგად ის. მაგარი. ნუ გავიგეთ, გადაბუსტული მონსტრები გვიყვარს, მაგრამ აი თავარი მონსტრი. რა გავაკეთო? სიმართლეა. როდესაც მივდივარ სპორტულ ჟინზე, ჯანზე და ეგეთ რაღაცეებზე, ეს ავტომობილი უძალიან მაგრესია. ნომრებს შეხედეთ, ნომრებს დააკვირდით კარგად ვისი ავტომობილია და მოდი თვითონ გიოს კითხოთ ყველაფერი. გიო, ერთ ამოხვალ? ვინც არის ნო გიოს, ერთი სიტყვით უცბად, ჯერ კიდე მეცეელიდან მოყოლებული მახსოვს ლომცი და რავი, დრაგზე გამოსული ფოტოები, ყველაფერი მახსოვს, აბსოლუტურად ბავშვობა იყო ჩემთვის ეხა ეგ დრო რეალურად. შენთვის კი. ნუ, ერთი სიტყვით მონსტრებს დავყევით, პატარა ბიჭების ვნახეთ, ეს არანორმალურიც ვნახეთ, მაგრამ მე ვიძახი, რომ საბოლოო სპორტულობას რომ ერთიან თავს უკრით, ეს იდეალური თანაკვეთაა. ამ დროის განმავლობაში, რაც ეს ავტომობილი ყავს, აი, რამე შეგრძნება ცუდი დაგუფლებია? ნეგატიური. მოდი ესე ვთქვა. არა, დირექტორი ვერ იქნება. ისე გიყვარს? იმიტომ რომ ერთი 5 წელი ვცდილობდი ხილს. აი, მართლა ისეთი ოცნება იყო, რომ არ ვიცი რა და რო არ მომწონდეს რამე, ალბათ მაინც მომწონდა. ხო. მართლა ისე შემთხვევით არ მეტყვია რა, ისე არ იყო, რომ აი ჩავარდა და ეს 5 წელი ყოფარზე რა მანქანაც გავიდა, ყველა ვიცი და ყველაზე ვითამაშე. მაგრამ ბოლოს იმსა ხო, ბოლოს ნუ ეს ვიყიდე რა, ნუ ფინანსებიდან გამომდინარე იყო, ყველა ხო შეგავება რა, რაღაც თანხამდე, ნუ მიდიოდი და ბოლოს გადიოდა მაღლებში, ხო. არ მქონდა ვერ დავდები ესე თქო და ესეც ტრეკზე იარე? არა, ეს არ მოვიდა, მაგრამ ბანკზე იარე და ეს რავი, არაფერი მოეკითხება. მე ზოგადად მანქანაში რაც მომწონს არის აი რაღაც მონაცემები მაქვს, აი ყოველ შემოყ მანქანას 8 ცილინდრი მომწონს, გიზდები 8 ცილინდრზე. ავტომატი არ მომწონს, ამ სპორტულ მანქანაში ავტომატი არ მომწონს, dual clutch. ისინი გიღებენ dual clutch და მექანიკა, ნუ dual clutch რა თქმა უნდა მოჩვენია. წონა არ მომწონს ახალ მანქანებს, რაც აქვს 1800 და უფრო მეტი. 1600. ჩვენი GT-ს ხა 2 ტონა კი გითხარი. უკანავი გუშინ უნდა იყოს და ეგეთი კომბინაცია 8 ცილინდრი dual clutch, წონა 1600-ის ახლოს. ხო. უკანავი გუშინ. რაოდენ დასანანი არ უნდა იყოს, ჩემთვის სოფლიოში ძალიან ცოტა. კი. მასეა ზუსტად. გაკეთებული არაფერი არ აქვს. საერთოდ ბონსტოკი არის და ვარე მაყურებელს ვიცი უკვე ეს კითხვა. გათხოვება მანქანის ტრეკის. ვიცოდი რომ დაფიქრდება ტრეკის არა, მაგრამ ჩვენ ხო შემოგვიერთდები. ტესლას გათხოვ. ტესლას ვიცი რომ ათხოვე. ტესლას გაგახო. ჩვენთან ერთად ხო წამოყვალ ამ მანქანას. და შევადარო ჩვენი GT2-ს. რემონტსაც გათხოვ. ბაზარი ხედავ. აი გული სად არის სიყვარული? ვერ დავაცდელინე დღეს. მეორე მეკითხებს. ბაზარი არა, ძალიან დიდი მადლობა, გიო. ტელეფონს გათხოვ. წაიღე, ბარად გათხოვე. მოკლედ ეს ჩვენი ვლოგი. მოკლე ისეთი უფრო ხმაურიანი გამოვიდა. ბიჭების მანქანების ნახეთ, ესენი ყველანი ჩვენი მეგობრები არიან, ჩვენი არხის მეგობრები, ჩვენი მეგობრები ზოგადადაც და იმედია მოგეწონათ დღევანდელი მანქანები, კიდევ უფრო მეტი და უფრო მაგარი მანქანები იქნება. წინ კიდევ გვეყოლება სავარაუდოდ კორო თავისი CS-ით, ზირაკა თავისი M5 კომპით და ასე შემდეგ. ფერარიც უნდა მოსულიყო, რომელიც სამომავლოდ გვეყოლება. ეს ავტომობილები უმრავლესობა შეიძლება ნანახი ყავთ ტესტერი, რაც არ აქვს ნანახი, თუ გსურთ და კომენტარით დაუცილებლად ნახავთ. ეს რაც დრაივი იყო, მე გიორგი ქავთარაძე ვარ, ნახვით.